ილია თოფურიამ ახალი ვიდეო გამოაგორა და მოკლედ არ ვიცი რა ეს ბიჭი მარტო მებრძოლი კი არ არის მაგარი ორატორიც არის მას წინა საუკუნეებში რო ეცხოვრა ალბათ იქნებოდა რაღაცა მთავარ სარდალი გენერალი თან ისეთი გენერალი კი არა რომელიც დიპლომატიურ მისიებს უნაკლოდ ასრულებს არამედ ისეთი გენერალი რომელიც თავისივე ბრძოლით აძლევს თავის მეომრებს მაგალითს. Ამ ინტერვიუში მან ზრდილობიანად დაშალა მარტივ მამრავლებლად, როგორც პედი, ასევე ცარუკიანი, ისლამ მახაჩევი და ზედ მიაყოლა ჰაბიბ ნურმაგომედოვი. ამას უბრალოდ უნდა მოусმინო. მარტივი კითხვით დავიწყოთ. როგორ ფიქრობ, შენთვის უფრო რთული ბრძოლა ვისთან იქნება, არმანთან თუ ისლამთან? არც ერთთან და არც მეორესთან ყველაზე რთული ბრძოლა ყოველთვის არის საკუთარ თავთან. თავარია გადალახო ცხოვრებისეული პრობლემები, ამას ყოველდღე ვაკეთებ. რაც შეეხება საბრძოლო უნარებს, გამოცდილებას და სიმამაცეს, ამაში ბევრად უკეთესი ვარ ვიდრე არმანი ან ისლამი. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ შენ არმანის გეშინია, რას ეთყოდი ამ ხალხს? შენ იცი რა დამოკიდებულებაც მაქვს სხვის აზრზე. როგორც სპორტსმენი ცარუკიანი კარგია, მას უკვე ერთხელ ჰქონდა საშუალება ებრძოლა ქამარზე, მაგრამ ის შეხვედრას ჩაეხსნა. ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში არის ტრავმები, ისინი მაინც იბრძვიან, მაგრამ არმანი არა. მხოლოდ ცარუკიანმა იცის თავისი შინაგანი დიალოგი საკუთარ თავთან, ალბათ მაშინ საცვალი დაუსველდა. იცით ალბათ, რომ პრომოუტერი ვარ, ხო და როგორც პრომოუტერი გეტყვით, რომ ძნელია ენდო იმ ადამიანს, რომელშიც ჩადე დრო, ფული, დაეხმარე სატიტულო ბრძოლის ორგანიზებაში და ერთ მომენტში შენი სპორტსმენი სიძახის გამოსვლაზე. ამ ყველაფრის მერე კიდევ მოუწყე შეხვედრა და ის თერდაონზე თავს ურტყავს ოპონენტს. ასეთი საქციელით ყველას ანახებ, რომ უტვინო ხარ. ორგანიზაციამ მას შანსი მისცა, იმუშავა პიარზე, დახარჯა ფული. ის კი თავის ქმედებით რისკის ქვეშ აყენებს შეხვედრას, რადგან იქ ხუკერი რომ დაზიანებულიყო, ყველაფერი ჩაიშლებოდა. ეს ორგანიზაციის მიმართ დიდი უპატივისცემლობაა. აი მითხარე, შენ ადამიანს ეხმარებოდე, აპიარებდე, გვერდში ედგე და ის ესე გექცეოდეს. გააგრძელებდი მის მხარდაჭერას. არა. ხო და ასეც მოხდა. დაჯდნენ და გადაწყვიტეს, რომ არმანი ჯანდაბაში უნდა გაეგზავნათ. ასე რომ არმან, შენი მიმართულება აწიიცი. პედი პიმბლეტი იძახის, რომ ის შენ პარტერში გადაგიყვანს და იქ გაგანადგურებს. რა სიტყვი ამაზე? პედის ასე მაგრად თუ უნდა ჩემი მიწაზე გადაყვანა, ესე იგი აღიარებს, რომ დგომში მე უკეთესი ვარ. როდესაც სპორტსმენი აღიარებს, რომ მისი მეტოქე რომელიმე ასპექტში უკეთესია, ის ამით თავის სისუსტეს ავლენს. დამიჯერე, მას გადაყვანის შანსი არ აქვს, მაგრამ თუ მოახერხა მან ეს, პარტერში ის ვერასდროს მაჯობებს. მე იმდენად ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ შემიძლია ვკითხო, როგორ უნდა მას დავაფინიშო. უბრალოდ გამარჯვება არ მაინტერესებს, ეს უნდა იყოს ეფექტური და ლამაზი ფინიში, როგორც ყოველთვის. პედი დარწმუნებულია, რომ ის შენ თავში ზის, რომ ფსიქოლოგიურად აგლევს და გაიძულებს შეხვედრაში დაუშვა შეცდომები. პედი ეძებს მოტივაციას იმისთვის, რომ შემოვიდეს ჩემთან ოქტაგონში. ის თავის თავში დემონებს ებრძვის. მან იცის, რამდენად უკეთესი ვარ მასზე მენტალური, სულიერი და სპორტული თვალსაზრისით. ის გრძნობს ამ ყველაფერს და ამიტომაც, როდესაც ჩემს წინაშე დგას, თვალებში ვერ მიყურებს. თუ შემიძლია რამე გავაკეთო იმისათვის, რომ პედი გახდეს უფრო გამბედავი და თავის თავში დარწმუნებული, სიამოვნებით დავეხმარები მას ამაში. მთავარია ოქტაგონში შემოვიდეს. ბევრი ვერ ხვდება რა რთულია პედისთვის იყოს თავდაჯერებული. ის ახლა ძალიან რთულ და მძიმე გზას გადის მენტალურად. იცი ძნელია, როდესაც ბრძოლის წინ დგეხარ კულისებში და გეუბნებიან, რომ 5 წუთში შენ შეხვდები ისეთ ადამიანს, როგორიც ვარ მე. ერთი საქმეა, როდესაც ხარ საკუთარ სახლში და მღერი ხარ აბაზანაში ნერვიულობის გარეშე, მეორე კი, როდესაც დგეხარ სცენაზე 10,000-ობით ადამიანის წინაშე. პედიმ ამ შეხვედრისთვის დიდი გზა გაიარა, გულწრფელად მიხარია მისი წარმატებამ, ბევრ ადამიანს სურს ჩვენი ბრძოლის ნახვა. ასე რომ მე სიამოვნება ამ დონის სპორტსმენთან შერკინება. თითქოს შენს და ისლამს შორის დაძაბულობა შემცირდა. არსებობს იმის შანსი, რომ თქვენ ერთმანეთს ოდესღაც შეხვდებით. პედის მერე ის ხომ არ არის შემდეგი. ეს შერკინება ყოველთვის მინდოდა. აღარ მინდა მომავალზე პროგნოზების გაკეთება, რადგან ბევრი ტრიკინებს კომენტარებში, მაგრამ საქმეზე რომ მიდის, ყველაფერი იცვლება. ამ შეხვედრის ნახვა აბსოლუტურად ყველას უნდა. ისლამი კი გაუგებარი მიზეზების გამო არ იღებს ამ გამოწვევას. სამაგიეროდ ტრიკინი და ჩემი კრიტიკა უყვარს ოღონდ ჩემგან 1000 კილომეტრში. როდესაც ისლამი ჩემთან ერთად გალიაში აღმოჩნდება, მიხვდება, რომ არ ვარ მე ჯეკ დელა მადალენა, დენ ჰუკერი ან ვინმე გამლელი სპორტსმენი. მე სულ სხვა დონე ვარ და როდესაც ის იგემებს ჩემ მარჯვენა ხელს, მიხვდება, რომ გრძელი ძილიელის. ეხლა შენ ისლამზე საუბრობ? კი, ისლამზე და მის ჭიდაობაზე, რომელზეც დიდი მედებს ამყარებს. ვნახოთ ჩემს წინააღმდეგ რას იზავს. ისე მართლაც ამ ბოლო დროს შენ ყველას მარჯვენათი აძინებ და თითქოს ყველამ დაივიწყა შენი ჭიდაობა. მარცხენათიც ვაძინებ ხოლმე. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია შენ უპირველეს ყოვლისა ხარ მოჭიდავე. თუ ცდები შემისწორე, შეგიძლია მითხრა სინამდვილეში რომელია შენი ძლიერი მხარე.
რთული რომ პარტერი ჩემი ძლიერი მხარეა, მიწაზე ძალიან თავდაჯერებულად გრძნობ თავს, ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია მტკივნეულის ამ მახრჩობელის შესრულება ნებისმიერი პოზიციიდან, მაგრამ მივიღე ის ფაქტი, რომ ეს ის არ არის, რაც წყურიათ ფანებს, თუმცა ისლამთან შეიძლება ფანებს ზუსტად ეს უნდათ. თავიდან დგომში დომინაცია, მერე რამოდენიმე ზუსტი დარტყმა იქ სადაც საჭიროა და ბოლოს ხაბიბის თვალწინ მისივე კუთხეში გაგუდვა. ისინი ისეთი ქედმაღლები არიან, რომ სიამოვნებით ზუსტად ასე მივახჩობდი ისლამს და მერე თუ უნდათ ზედ ხაბიბსაც მივაყოლებდი. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თუ არა ისლამი შენ მაინც ზევით ასვლას აპირებ. ზედაწონაში ასვლის მიზეზი მხოლოდ ისლამია. ის 155 ფუნტში დომინირებდა და მის გამო ამოვედი მეც, თუმცა მახაჩევმა წონა შეიცვალა. არა უშავს მან და სავაკითხავ მესამე გვირგვინისთვის, რადგან ეს გვირგვინი მე მეკუთვნის. ყველაფერი რაც ისლამს გააჩნია, ჩემია, მე მას ყველაფერს ავართმევ. წავართმევ იმ ტასაცმელსაც, რომლითაც ის ამ შერკინებაზე მოვა. გასაგებია და თუ ისლამი არ იყო, როგორც ხვდები მსუბუქ წონაში დარჩები, ხო? თუ არა ისლამი, კი მსუბუქში დავრჩებოდი. თუმცა თუ UFC-მ ჩემი გადასვლა მოინდომა, არაა პრობლემა, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. და ბოლოს, რა არის MMA? როგორ აუხსნიდი ამ სფეროს ისეთ ადამიანს, რომელმაც არ იცის რა არის შერეული ორთაბრძოლები? ამის ახსნა ძალიან ძნელია. ვფიქრობ, ეს სპორტია, რომელიც მაქსიმალურად გაახლოებს რეალობასთან. ეს სპორტი შენ გაყენებს ისეთ სიტუაციაში, სადაც შენ მაქსიმალურად დაუცველი ხარ. ამ მომენტში ხვდები, რომ თუ არ ხარ მომზადებული, არ გაქვს შესაბამისი უნარები და ცოდნა, სხვა ადამიანს შენი დამორჩილება შეუძლია. ზუსტად ისე, როგორც ცხოვრებაში, თუ არ ხარ სათანადოდ მომზადებული, ცხოვრება მუხლებზე დაგაყენებს, გაგტეხს და დაგიმორჩილებს. როგორ მოგწონთ ილიას სიტყვა პასუხი, მენტალიტეტი და აზროვნება? დაწერეთ კომენტარებში მას ზედმეტი მოსდის თუ ის მართლა ისეთი ქართველია, როგორიც წინაპრები ყავდნენ. ნამდვილი მეომარი, რომელსაც არაფერი ეშლება. რა არ გადაგხედია თავს? რა მტრები არ მოგვსევიან? რა ვაივაკლახი, რა სისხლის ღვრა, რა ხრჭენა კპირთ არ გამოგვიგვილია, რა წისქვილის გვარ დატრიალებულა ჩვენს თავზე და ყველას გაუცელით, ყველას გაუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგთემურებმა ჩვენ საკუთარ სისხლში გვაბანეს და მაინც დავჭით და გამოუწუწოდით. შახაბასებმა ჩვენი კპირით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოუბრუნდით, მოსულიერდით. აღამახმათხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვაზე არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგჟლიტეს და მაინც ფეხზე წამოვდეკით, მოვშენდით, წელში გავსვარდით, გაუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ თურქებს, სპარსელებს, რჯულიანს და ურჯულოს და დროშა ქართველობისა შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენ სისხლში ამოვლებული ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ.